კითხულობდი ყურანს, კითხულობდი ბიბლიას, თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი კვლავ და კვლავ. შემდეგ ერთ დღეს ვიფიქრე, იცი რა, უნდა ვიცოდე რეალურია თუ არა იესო. რაისა სამხრეთ ლონდონში, რელიგიურ შიიტურ ოჯახში დაიბადა და ისლამური რწმენით გაიზარდა. მახსოვს დედაჩემს და მამაჩემს მოლა მოჰყავდათ სახლში. რათა ჩვენთვის ყურანის კითხვა ესწავლებინა. წამდა ალაჰის და არასოდეს ვსვამდი კითხვას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ვერ გრძნობდი რაიმე კავშირს ღმერთთან. რაისას ოჯახი საკმაოდ კონსერვატიული იყო. მშობლებს სურდათ, რომ გოგონა ისლამური რწმენის გზას გაჰყოლოდა და თან თავი შორს დაეჭირა დასავლური კულტურისგან. ძალიან მკაცრად მზრდიდნენ შიიტური რწმენის თანახმად. სკოლის გარდა სხვაგან არსად არ დავდიოდი და არავის ვიცნობდი. რაისას სურდა, რომ მშობლების მორჩილი ყოფილიყო და სურდა ამისათვის ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც ისინი სთხოვდნენ, მაგრამ იყო რაღაც, რაც მას და მის დას ძალიან მოსწონდათ. ჩოგბურთი გვიყვარდა და მინდოდა, რომ შეჯიბრებებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მშობლები არ მაძლევდნენ ნებას, რადგან ეს შეუფერებელი იყო მუსლიმანი გოგონასთვის. რაისას დაინტერესებას სპორტით მშობლები საფრთხედ მიიჩნევდნენ და ამიტომაც გადაწყვიტეს ისეთი რამ, რის შესახებაც გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა. მათ აგვიხსნეს, რომ ჩვენ მეტისმეტად ვემსგავსებოდით დასავლეთს და ამიტომ უნდოდათ, რომ ჩვენს კულტურას უფრო ახლოს გავცნობოდით. ამის შემდეგ პაკისტანში დავბრუნდით, სადაც ერთ დღეს მშობლებმა დაგვრცხეს და გვითხრეს, რომ ინგლისში აღარ დავბრუნდებოდით მე და ჩემი და რომ შესაფერისი ქმრები უნდა ეპოვათ ჩვენთვის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამისთან არა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ამან თავის სრულიად მარტო მაგრძნობინა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ პაკისტანში. რაისას მშობლები შესაფერის საქმროებს ეძებდნენ გოგონებისთვის. ერთ ღამეს, როცა მშობლებს ეძინათ, არ შეგვეძლო ასე მცხდარიყავით და გვეცადა, როდის გაგვეთხოვებდნენ მშობლები. რაისამ და მისმა დამ დაცვის თანამშრომლებს სთხოვეს გაქცევაში დახმარება, მაგრამ არ იცოდნენ რა ელოდათ წინ. ჩვენ ამ ბიჭებს ვენდეთ, რომ გაქცევაში დაგხმარებოდნენ. წაგვიყვანეს და გვითხრეს, რომ ტაქსი მოგვიანებით მოვიდოდა. ამასობაში ცდილობდნენ, რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინათ ჩვენთან. ჩვენ ეს არ გვინდოდა. ბოლოს ადგნენ და ისევ სახლში მიგვიყვანეს და კარის წინ დაყვარეს ფაქტობრივად. რაისა იძულებული იყო ეზღო დაშვებული შეცდომისთვის. მშობლებმა აიძულეს ინდოელ კაცზე გათხოვება და ქორწილის შემდეგ თავად ინგლისში დაბრუნდნენ. ის კი არ იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს ცხოვრებაში. უეცრად აღმოჩნდი დაქორწინებული კაცზე, რომელსაც არც კი ვიცნობდი. როგორც გაირკვა, მას ინგლისში მოხვედრა და სამსახურის შოვნა უნდოდა. მისი გეგმა ინგლისში წასვლა და საბუთების მოწესრიგება იყო. რაისა ინგლისში გაფრინდა, გულგატეხილი და დათრგუნული, უამრავი კითხვა უტრიალებდა გონებაში. ალაჰისადმი რწმენასაც ეჭქვეშ აყენებდა. მას არ გაუკეთებია საბუთები ქმრისთვის და არც ინდოეთში დაბრუნებულა. ლონდონის პოლიციაში დაიწყო მუშაობა და მშობლების სახლიდან სხვაგან გადავიდა. ჩემი სამსახურის მეშვეობით ერთი ქალბატონი, ანა გავიცანი, რომელიც დაუცველ აზიელ ქალებთან მუშაობდა. დავმეგობრდით. ერთი სურვილი და ხედვა გვამოძრავებდა. ურთიერთობა დაგვეწყო დაუცველ აზიელ ქალებთან. ანა ქრისტიანი იყო და ცდილობდა თავისი რწმენის შესახებ ესაუბრა რაისასთან. ის ძალიან უანგარო და გულითათი ადამიანი იყო. მეც არ ვიყავი ცუდი ადამიანი, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემს ცხოვრებას აკლდა რაღაც, რაც მას ჰქონდა. რაისა წარსულის დავიწყებას ცდილობდა. მას აღარ ჰქონდა იმის გამბედაობა, რომ კიდევ ერთხელ დაეჯერებინა ვინმესთვის. ძალიან ცნობის მოყარე ვიყავი და ვთქვი, რითაა იესო ასეთი განსაკუთრებული? მითხარი, რატომ გიყვარს იესო ასე ძალიან? ყველაზე გიჟური ეს იყო ჩემთვის. ანამ მითხრა, ვინ იყო ღმერთი. მისი ნათქვამი კი სრულიად განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც წლების განმავლობაში მასწავლიდნენ. მასწავლიდნენ, რომ იესო მუჰამედის მსგავსი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ანამ ამიხსნა, რომ იესო განკაცებული ღმერთი იყო, რომელიც ამ ქვეყნად მოვიდა და სიცოცხლე გაიღო, რათა ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა გქონოდა. ვიფიქრე, იქნებ ეს მართალია. იქნებ იესო ნამდვილად ღმერთია. მე კი მუჰამედის და ალაჰის მწამს.
იქნებ ისლამი არ არის ჭეშმარიტება. იმ დროიდან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მიმეგნო ჭეშმარიტებისათვის ღვთის შესახებ. ვინ არის ღმერთი? დავიჩოქე და ვილოცე ღვთის მიმართ. იესო, თუ ნამდვილად არსებობ, თუ ის ხარ, ვისაც საკუთარ თავს უწოდებ, მაშინ მე შენი ხმა მესმის, მაშინ შენ კარზე აკაკუნებ. გაგიღებ გულისკარს და შემოდი. უეცრად ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ვიგრძენი, როგორ ამავსო სიყვარულმა. ყისვა ვიგრძენი, რომ უფალმა გამწმინდა და მიმიღო. უკვე ვიცოდი, რომ იესო რეალურია. შიში და შფოთი და მსგავსი გრძნობები მაშინვე გაქრა. ამ სიყვარულმა ამავსო. ვიცოდი, რომ ღმერთს შევხვდი, იესოს შევხვდი. ბიბლიაა საბოლოო სიტყვა. ის ღვთის მიერ მოცემული სიტყვაა. ყურანში ნამდვილად წერია, რომ იესო ღვთის სიტყვაა. იმ დღეს რაისამ თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა და უკან არასოდეს მოუხედავს. ახლა ის დაქორწინებულია ღვთის მოშიშ ქრისტიან კაცზე, რიჩარდზე. მათ 3 შესანიშნავი შვილი ჰყავთ. რაისა კულინარიურ გაკვეთილებს ხელმძღვანელობს და იესოს სიყვარულის შესახებ უმოწმებს სხვებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებმაც მსგავსი რამ გამოიარეს. მშობლებმა ის აღარ მიიღეს მას შემდეგ, რაც რაისა ქრისტიანობაზე მოექცა. თუმცა რაისამ ახალი ოჯახი იპოვა ქრისტეში, რომელი ოჯახიც მარადიულია. ღმერთი მუდამ ჩემთანაა. ის არასოდეს დამტოვებს და მიმატოვებს. წამს, რომ ჩემს ოჯახს გააერთიანებს და თავის წინაშე მოიყვანს მათაც. ამის მწამს